მიხარია თქვენი ნახვა და აქ მოსვლა. დღეს მინდა ერთი საინტერესო ადგილი შემოგთავაზოთ ძველი აღთქმიდან. არ ვიცი, ქართულად წავიკითხო თუ ვინმე წაიკითხავს სომხურად. ქართულად. კარგით. გავაკეთოთ ესე. გადაშალეთ ვისაც წამოღებული გაქვთ პირველი მეფეთა წიგნი. პირველი მეფეთა წიგნი. პირველი თავი. იყო ერთი კაცი რამათაიმ ცოფმიდან, ეფრემის მთიდან და მისი სახელი იყო ელკანა, ძე იეროხამისა, ძისა ელუჰისა, ძისა თოხუსი, ძისა თუფისა და ეფრათელი. ორი ცოლი ჰყავდა მას. ერთის სახელი იყო ხანა, მეორესი ფენინა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო. ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან დაწესებულ დღეებში ცაბაოთ უფლისათვის თაყვანსაცემად და მსხვერპლის შესაწირად შილოში, სადაც ყელის, ანუ ელის ორი ვაჟი, ხოფნი და ფინხასი უფლის მღვდლები იყვნენ. იმ დღეს, როცა შესწირავდა მსხვერპლს ელკანა, მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს და მის ვაჟებსა და ასულებს. ხანას კი განსაკუთრებულ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, ჩვენებურად ანა. თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს, ანუ უშვილო იყო. მისი მეტოქე კიდე უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ უშვილო იყო. ასე ხდებოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახში ადიოდა და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. უთხრა ელკანამ მისმა ქმარმა, ანა, რატომ ტირი, რატომ არაფერს აჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული, განა 10 შვილს არ გირჩევი ვარ? ადგა ერთხელ ანა სმაჭამის შემდეგ შილოში, ხოლო ყელი მღვდელი, ანუ ელი მღვდელი, სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან. სულის სიმწარით დაუწყო ქალმა ვედრება უფალს და ცხარეთ ტიროდა და აღუთქვა და უთხრა ცაბაოთ უფალო, თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს მივცემ მას, ვიდრე ცოცხალი იქნება და სამართებელი არ შეეხება მის თავს. ანუ თმას არ გაიკრეჭავს. და როცა დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა და რა კი ანა გულში ლაპარაკობდა და მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა. თუ რალიაო, იფიქრა ელიმ. უთხრა ელიმ, რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი, გამოფხიზლდი ღვინისაგან. მიუგო ანამ და უთხრა, არა ჩემო ბატონო, ერთი სულ გამწარებული ქალი ვარ, ღვინო და თაფლუჭი არ დამილევია უფლის წინაშე, ვღვრի ჩემს სულს. უღირსი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მხევალი, მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ლაპარაკობდი ამდენ ხანს. მიუგო ელიმ და უთხრა, წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთმა აგისრულოს სათხოვარი, რასაც მოითხოვ მისგან. ეს ერთი საინტერესო ადგილია. ეს მეფეთა წიგნის დასაწყისი. მაგრამ სანამ მეფეთა წიგნის დასაწყისი იქნებოდა, წიგნი არის რუთი საჯულებსა და საჯულთა წიგნსა და მეფეთა წიგნს შორის. მაგრამ საჯულთა წიგნი თავდება ძალიან ცუდად. საჯულების ბოლო პერიოდში ისრაელი მთლიანად მორალურად და ზნეობრივად დაეცა. და ისეთი რამეები ხდებოდა ისრაელში, რომ ალბათ წარმართებშიაც არ ხდებოდა ესეთი რამე.
და ერთ-ერთი თვალსაჩინო იმისათვის რომ ეს ზერელე ლაპარაკი არ იყოს იყო ერთი საზიზღარი ფაქტი როდესაც ერთი ლევიანელი სახლავდა ხარჭა ალბათ გარყვნილი იყო ეს ქალი ხარჭა და ამ დროს გაექცა ამ ლევიანელს სახლიდან წავიდა როგორც ეთყობა თავის მშობლებს ეს გადმოცემულია და წაკითხული გაქვთ მაგრამ მე ეს ლევიანელი წავიდა რათა უკან დაებრუნებინა ხარჭა და გზად როცა შემოეღამა იყო ესეთი ქალაქი გიპყა და იქ მივიდა გასათევად და იქ მოხდა ერთი საზარელი ამბავი ეს ქალაქი ამ ქალაქში ეს განსაკუთრებული ქალაქი არ იყო მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ისრაელის ტერიტორიაზე განლაგებული ქალაქი რომელიც თავისი შინაარსით გავდა და მოსახლეობით სოდომსა და გომორს იქა ცხოვრობდნენ ჰომოსექსუალისტები და გარყვნილი ხალხი და როცა მიადგნენ კარს აი როგორც სოდომსა და გომორს რომ მიადგნენ აი ამ ლოტის სახლს დაახლოებით ისეთი ისტორია მე ამ ლევიანმა მიუგდო ამ ხალხს თავისი ხარჭა და მთელი ღამე იძალადეს და უპატიურებდნენ და დილით ქალი მკვდარი დახვდა ადგა ამ ლევიანელმა ეს ქალი დაჭრა 12 ნაწილად დაკუწა და 12-ვე ტომში გააგზავნა რათა ეთქვა რომ აი რა ხდება ისრაელში განსხვავება ის იყო ამ სოდომისაგან რომ ჩემო ძვირფასებო რომ მაშინ ანგელოზებმა დაიცვეს ლოტის სახლი ხოლო ამ დროს ანგელოზებმა აღარ დაიცვეს და მოხდა ეს საშინელი ამბავი და რატო წერია აი ყოველთვის ხშირად შეიძლება ბევრს მოზდის ხოლმე აზრად და ბევრს უკითხია რომ რატო წერია ბიბლიაში ესეთ საშინელი ამბები ბიბლია არის თავისებური წიგნი რომელიც არის ობიექტური და გარდა იმისი რომ ეს არის ღმერთის სულისაგან დაწერილი წიგნი ის არაფერს არ ამალავს ცუდსაც და კარგსაც აღწერს კარგი რათა აჩვენოს და ცუდიც აჩვენოს და აი ეს ისტორია აჩვენებს თუ რამდენად იყო ზნეობრივად დაცემული ამ დროს ისრაელი და ღმერთს რო არ გაენადგურებინა დროზე ადრე ამიტომ შეიბრალა ისრაელი და მოულინა უკვე მეფეთაში წერია მოულინა ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარმეტყველი და მსაჯულივით წინასწარმეტყველზე დიდი იყო ეს იყო სამუელი რომელმაც სამუელი ითვლება ერთ-ერთ დიდ ავტორიტეტად ებრაელთა ერში დღემდე და დააკვირდით მთელს მსოფლიოში სახელი სამუელი არა მარტო დავითი არამედ სამუელი როგორ არის გავრცელებული იმიტომ რომ დღესაც ისრაელში დიდი ავტორიტეტით და სარგებლობს ეს წინასწარმეტყველი და რატო სარგებლობს ეს დიდი ავტორიტეტი იმიტომ რომ ისრაელი ამ დროს იყო ზღვარზე რომლის დროსაც შეიძლება განადგურებულიყო ღმერთისაგან ისეთი საშინელი რამეები ხდებოდა და ამ წინასწარმეტყველმა შემოაბრუნა მთელი ერი და დააყენა ყველაფერი თავის ადგილზე აი აქ მეფეთა წიგნში თქვენი ყურადღება მე კი არა ბიბლია ამახვილებს ერთი ოჯახის ისტორია ასე დავარქვათ ერთი ოჯახის ისტორია ვიღაცა კაცი იყო ელკანა ერქვა რომელიც იყო ლევიანის ასევე ლევიანი იყო ოღონდ კააფის ხაზით და ცხოვრობდა რამაში რამა იყო ეფრემისა და ბენიამინის საზღვარზე და როგორც ბიბლია აღგვიწერს
2 ცოლი ჰყავდა. ეს პირველ შემთხვევაშიაც რაც მე მოვყევი საშინელი ამბავი დაუშვებელი იყო და მეორე შემთხვევაშიაც პოლიგამია, ესე მრავალცოლიანობა ღმერთისაგან მოწონებული არ იყო და მით უმეტეს ლევიანებს ბისთვის აკრძალული იყო ესა. და ერთ შემთხვევაშიაც ხარჭა ჰყავდა და მეორე შემთხვევაში 2 ცოლი ჰყავდა. გაუგებარია რატო? მაგრამ მივყვეთ იმას. ყავდა პირველ ცოლს ერქვა ანა. ანა პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს მადლიანს. თუ ვინმე ანა ყავთ, ესე იგი დაუძახეთ მადლიანი. თავისი მნიშვნელობით ნიშნავს მადლიანი. და მეორე იყო ფენინა. ანა იყო უშვილო. ფენინას ბიჭებიც ჰყავდა და გოგოებიც ჰყავდა. როგორც ეტყობა, ანა უფროსი იყო ფენინაზე და იყო თანაც პირველი ცოლი. და რაკეღა ამ პირველ ცოლს შვილები არ ჰყავდა, ელკანა იძულებული იყო რომ მოეყვანა მეორე ცოლი ფენინას სახით და აი მასთან ეყოლა ბავშვები, ძეები და ასულები. და წარმოიდგინეთ რომ ბიბლია ამ ორ ქალს სხვადასხვანაირად ახასიათებს. ერთს ახასიათებს როგორც არასერიოზულს და მეორეს ახასიათებს როგორც სერიოზულს, ღვთისმოსავს, მაგრამ დაჩაგრულს. ხშირად ცხოვრებაში ეს ხდება, რომ ღვთისმოსავი ხალხი შაქარი რომაკ, დიაბეტი, ხშირად პირი მიშრება ეს ბოდიშს გიხდით. ხშირად ჩვენს ცხოვრებაშიაც ხდება ჭრელია საზოგადოება და სერიოზულებიც არიან და არასერიოზულებიც არიან და რაღაცნაირად მაინც ეს ღვთისმოსავი სერიოზული ხალხი ყოველთვის უმეტესწილად ყოველთვის დაჩაგრულები არიან. ამას ისიც ემატებოდა რომ თავისი ეს უშვილობა სტანჯავდა ანას, მაგრამ ეს ფენინა მიდიოდა და მასხარად იგდებდა. მასხარად იგდებდა. ამ ოჯახის მესამე პიროვნება არის თვითონ ქმარი, ელკანა. ელკანას ბიბლია ასახელებს ასევე როგორც არასერიოზულ კაცს. თუ იცით რატო? ამ ოჯახის ისტორიიდან ჯერ ერთი რომ ორ ცოლ-შოლის ეს ქიშპობას, აი ამ დავას, კამათს, მასხარათაგდებას, ცინიზმს არ არეგულირებდა, არადა მამაკაცი ოჯახის თავად იმიტომ არის დაყენებული, რომ განამარტო საჭმელი და პური და ფული მოუტანოს, არამედ დაარეგულიროს თავისა და ცოლ შორის დღესაც და შვილებსა და მშობლებს შორის, შვილებსა და შვილებს შორის ურთიერთობა. მამაკაც ეს როლი აგესრია. მე ვიცი რომ თქვენ იცით ეს. ღმერთმა იმიტომ დააყენა მამაკაცი რომ დაარეგულიროს თავისი ოჯახი. ყველანაირად, სულიერად, ფიზიკურად, მორალურად და მატერიალურად. მაგრამ როგორც უყურებთ აი ჩვენს გარშემო, ჩვენს ხალხში დღეს სულ სხვანაირი მდგომარეობა, ქალები ხდებიან ლიდერები და ფულის შემომტანები, აგზავნიან უცხოეთიდან ყოველ თვე ფულს და კაცები რას აკეთებენ? კაცები დომინოს უტყაპუნებენ ბირჟაზე. ბირჟაზე დომინოს უტყაპუნებენ. ეს ყველაფერი თავდაყირაა დაცემული. ეტყობა იმ დროსაც არსებობდნენ ესეთი ადამიანები. მაგრამ მაინც ყურადღება გამახვილებულია აი ამ ანაზე. წელწადში ერთხელ ადიოდნენ შილოში, მაშინ იერუსალიმი არ იყო, დედაქალაქი შილოში იდგა ეს კარავი, რომელიც უდაბნოში ააშენეს. ოღონდ განსხვავება იყო ის, რომ უდაბნოში იყო მარტო სუფთა კარავი მოქსოვილი ზეწრებისაგან
მაგრამ როცა შილოში დადგეს ეს დიდი ისტორიაა და ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას შილოში როცა მიიტანეს ეს კარავი მერე მიუშენეს ხის სახლი და აი ამ ხის სახლში ყოველთვის ყარაულობდა და მსახურობდა მღვდელი ან მღვდელთავარი ამ შემთხვევაში მღვდელთავარი იყო ელი და მღვდლები იყვნენ მისი შვილები და როგორც უკვე გითხარით უშვილობა რატო იტანჯებოდა ეხლა ანა ისრაელში ყოველთვის ითვლებოდა ძველად არ ვიცი ახლა როგორ ითვლება მაგრამ ძველად ითვლებოდა რომ თუ ქალს შვილი არ ჰყავდა ის იყო წყევლის ქვეშ და ფიქრობდნენ რომ მას კურთხევა არ ჰქონდა და ითვლებოდა ამავე დროს დიდ სირცხვილად ქალისთვის ითვლებოდა დიდ სირცხვილად ამიტომ იყო ანა დამწუხრებული რომ თითქოს სირცხვილის ქვეშ იყო მაგრამ ანა რაკიღა ჭკვიანი ქალი იყო იცოდა რომ მიზეზი თვითონ იყო ამ უშვილობისა და არა ელკანა იმიტომ რომ ელკანა რო უშვილო ყოფილიყო ფენინასთან შვილები არ ეყოლებოდა ამიტომ ეს ათმაგებდა ამის ტანჯვასა და შინაგან აი ამ მწუხარებას რომ თვითონ იყო უშვილო უნდა ითქვას რომ უშვილობა ბიბლიაში ბევრსას ტანჯავდა აბრაამი გაიხსენეთ რამდენი წელწადი ელოდებოდა სარასაგან შვილს იმიტომ რომ უშვილო იყო რახელს გადახდა ესა რებეკას ეს ისტორია რაზე მიუთითებს ეს ისტორია ეს ისტორია მიუთითებს იმაზე რომ ყველაფერი ეს ამათ კი ვინც ჩამოთვალეთ მომავალში ეყოლათ შვილები მაგრამ ღმერთი ცდილობდა რომ ამათი იმედი თავიდანვე ესწავლებინა ადამიანებზე და ქმრებზე კი არ ყოფილიყო არამედ ღმერთზე ყოფილიყო მიმართული ამათი იმედი ამიტომ ამ უშვილობის გამო ანა იყო იმედგაცრუებული წლების განმავლობაში ლოდინი შევიწროება თავისი იმისაგან კონკურენტისაგან ელკანას მაინც და მაინც არ აღელვებდა და ისე ცინიკურად ეტყოდა ხოლმე კარგი რა აი ახლა აბა შემომხედე 10 ვაჟიშვილს არავ ჯობი ვარო მაგრამ ქმარი და შვილი შვილია არ უნდა და რაში გამოიხატებოდა ეს ტანჯვა როდესაც ესეთი ტრადიცია იყო რომ წელწადში ერთხელ დანიშნულ დროს რიგის მიხედვით ოჯახი ადიოდა შილოში მერე გააგრძელეს სოლომონის ტაძარში იგივე ადიოდა შილოში და სწირავდნენ ყოველწლიურ შესაწირავს როდესაც სწირავდნენ შესაწირავს ეს შილო იმ დროს ითვლებოდა სადაც კარავი იყო ეს იყო ღმერთის ადგილი ღმერთის იქ სადაც ღმერთი სუფევდა ამ კარავში და ადამიანები სიამოვნებით ოჯახები სიამოვნებით მოდიოდნენ ხოლმე ამ კარავში და სწირავდნენ და აი იმის შეგრძნებით რომ ეხლა დღეს სხვანაირი სიტუაცია მაგრამ იმ დროს სხვანაირი სიტუაცია იყო ოჯახი რომელიც მიდიოდა და მთელი წელი ელოდებოდა რომ ერთწლიური შესაწირავი მიეტანა და მერე ამ შეწირვის შემდეგ გრძნობდნენ თავისუფლებასა და სიხარულს რაკიღა ღმერთმა აპატია მთელი წლის განმავლობაში რაც ოდვებიც ჰქონდა ჩადენილი და აი ამ სიხარულისა და თავისუფლების გამო მერე რამოდენიმე დღე ჩერდებოდნენ ზოგი ერთი კვირა ჩერდებოდა და კეიფობდნენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საკლავიდან რაღაცა ნაწილი ეკუთვნოდათ ჭამდნენ სვამდნენ ოღონდ არა ღრეობდნენ ღრეობა სულ სხვა რამეა ხო იცი ლოთობა და ისა იმ წმინდა ადგილზე ლოთობა და ის არ შეიძლებოდა მაგრამ ელის შვილები as ბიჭები მაინც აღერხებდნენ ეს ღუდლები აი ამ ღრეობასა და კიდევ დამატებით სხვა რაღაცეებს ხო და სიხარული ჰქონდათ აი ამ შეწირვის გამო იცით ძველ აღთქმაში ცუდიც არის და კარგიც არის ყველა ქრისტიანი რომელიც ღმერთის სახლში მოდის ჩვენ ამას ღმერთის სახლს ვეძახით
ღმერთის სახს. სიხარული უნდა ჰქონდეს. სიხარულით უნდა მოდიოდეს. ჩაიხედეთ საკუთარ გულში და იყავით ობიექტურები საკუთარი თავის მიმართ. როდესაც დგება კვირა დღე და დილით ემზადებით მოსასვლელად, რა გამოძრავებთ? რა мотивация გაქვთ? რისთვის მოდიხართ? რისთვის მოდიხართ? მე მახსოვს არა იმიტომ რომ ჩვენ ცუდები ვართ და ისინი კარგები, მაგრამ მე როცა შემოვედი ამ შენობაში ერთი 6 ადამიანი იჯდა და მაშინ ავთქვი. აი მახსოვს, იმიტომ რომ 48 წელიწადია რაც მე მორწმუნე ვარ. როდესაც მივდიოდი ხოლმე ადრე 1 საათით ადრე ეკლესიაში, აი ესე ჩვევა მქონდა რომ ადრე მივდიოდი. სულ ყოველთვის ამ ხდებოდნენ მოხუცი დები, განსაკუთრებით დები. ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ, კოცნიდნენ, ერთმანეთს იცინოდნენ, ხარობდნენ, სიხარული ჰქონდათ აი ეს სახეზე გამოხატული. იმიტომ რომ ნორმალურად თუ ქრისტიანს სულიერი სიჯანსაღი აქვს, ყოველთვის უნდა უხაროდეს ეკლესიაში მოსვლა, შენობაში, ღვთის სახში, აი ესე დავარქვათ, ღმერთის სახში მოსვლა. რატომ? იმიტომ რომ ერთმანეთს უყურებთ და სადაც ორნი და სამნი ხართ შეკრებილნი, ჩვენ ღმერთი ჩვენ შორის არის. დადგება დრო, მე ჩემი მოგონილი არ არის ესა, დადგება დრო, როდესაც სამწუხაროდ და საუბედუროდ ბევრი ჩვენ ოჯახის წევრს ჩამოვცილდებით და მილიარდი წლები სასუფეველში ერთად იქნებით, აი თქვენ და აქავე დედამიწაზევე ღმერთი გვამსადებს, რომ შევიყვაროთ ერთმანეთი, გავიხაროთ ერთმანეთით და სიხარული მივიღოთ აი ამ ურთიერთობით. და ყოველთვის როცა მოდიხართ ტაძარში, იფიქრეთ ამაზე, რომ იქ დაგხვდება თქვენი ძმა, თქვენი და სიხარული უნდა მოგცეთ ღმერთმა. აი ამ ელკანას ოჯახსაც ჰქონდა გარკვეული სიხარული ამის გამო და ამიტომ იწყებდნენ кейფს, მაგრამ აი უბედურება. ოჯახის წევრები ელკანა, იმიტომ რომ სხვა ვინმე დასახელებული არ არის. ეს პატარა ბავშვები როგორც ეთყობა, ისხდნენ, кейფობდნენ, ხარობდნენ, მაგრამ ანა იჯდა დადუმებული და სიხარულს არ განიცდიდა. რატო არ განიცდიდა სიხარულს? იმიტომ რომ შვილი არ ჰყავდა. იმედგაცრუებული იყო. იმედგაცრუება ჩვენ გვინახია ძველ აღთქმაშიაც, ახალ აღთქმაშიაც და ამ დროშიაც მე თვითონაც გამომიცდია იმედგაცრუება. ღმერთი ხშირად უშვებს ამას. ღმერთი არ აძლევს იმედგაცრუებას ადამიანს, მაგრამ ხშირად უშვებს ისეთ პირობებს, რომ ადამიანმა გამოსცადოს რა არის იმედგაცრუება. იმედის გაცრუება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს საკუთარი თავისგან, ოჯახისაგან, ცოლისაგან, ქმრისაგან. გეტყვით, რომ ეკლესიიდანაც კი, დებისა და ძმებისაგანაც კი, სამუშაოდან. მაგრამ ამას ღმერთი იმიტომ უშვებს, ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენ ვისწავლოთ ღმერთზე მინდობა. ადამიანებისაგან ნუ კი ვეძებთ შვებას და სიხარულის მიღებას, არამედ ღმერთისაგან. ესაა წიგნში დაწერილია, რომ დაწყევლილია კაცი, რომლის იმედიც ვიზიაო ადამიანზეა მიმართული. ადამიანზე. ამიტომ ღმერთი მაშინაც და დღესაც გვასწავლის, რომ ჩვენი იმედი იყოს ღმერთზე. იმედგაცრუება უფრო ძლიერდებოდა, როცა ცეცხლზე ნავთს ასხავდა ეს მეორე ცოლი. მაგრამ რა იყო ეხლა უნაყოფობის მიზეზი? უნაყოფობის მიზეზი შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ეს ანატომიური და ბიოლოგიური თავისებურება, ქალისა, კაცისა და ისა. მაგრამ იცით, რომ ძველმა პატრიარქებმა ჩვენ გვასწავლეს, რომ
როდესაც ერთ-ერთმა უთხრა, რომ შვილი მინდა მომეციო, უთხრა, რა უგუნურივით ალაპარაკობ, ღმერთი ვარ რომ მოგცეო. ჯერ კიდე მათ ესმოდათ, რომ შვილის მიცემაც და უშვილობაც ეს არის ღმერთის მადლი. ღმერთისაგან მინიჭებული მადლი. ამ შემთხვევაში ღმერთმა ჩაკეტა და ხანას ესმოდა ეს. მარტო ისტორიულ ფაქტებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს ისტორია რაღაცას გვასწავლის. ეს ისტორია რაღაცაზე მიგვინიშნებს. დღევანდელი ეკლესია ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ანა. მე ვიმეორებ, დღევანდელი ეკლესიები ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ხანა. უშვილობაში, უნაყოფობაში. ეკლესია ყოველთვის განიხილებოდა და განიხილება მდედრობით სქესად. ეს ჩემი ახსნა განმარტება არ გჭირდებათ. როდესაც ქრისტე თავის ეკლესიას რას უწოდებს? პატარძალს. ისრაელს რას უწოდებდა? თავის მეუღლეს უწოდებდა. ყოველთვის განიხილება როგორც მდედრობითი სქესი. და მისი მთავარი დანიშნულება ეკლესიისა, როგორც ხანა გვასწავლის, ეს არის მშობიარობა, ეს არის ნაყოფიერება ეკლესიისა. წარმოიდგინეთ, რომ ეკლესია ეკლესიას თუ არა აქვს ნაყოფიერება, ვერ გაიხარებს. მუდმივად დატანჯული იქნება. მე მინდა რომ პაუზას იმიტომ ვაკეთებ, რომ კარგად გაიაზროთ. ეს სიმბოლურად ძალიან აქავს და შედარებულია. ბოლო წლებში განსაკუთრებით ბოლო 20 წელწადს ეკლესიამ დაკარგა თავისი ნაყოფიერება. განსხვავება ის არის, ჩემო ძვირფასებო, ხანასა და ეკლესიას შორის, ის არის განსხვავება, რომ როდესაც ანა იტანჯებოდა, ელკანა ცდილობდა მოფერებოდა, საჩუქრები მიეტანა, ორმაგად ვიდრე ფენინას, ორმაგი წილი მიეცა იმ საკლავიდან და ყველაფერი კომპენსაცია გაეკეთებინა. ანა ამას არ იღებდა. შესაძლოა იღებდა, მაგრამ ეს საჩუქრები, პადარკები, მოფერებები და რაღაცეები ანას არ ამშვიდებდა. მისი ტანჯვა გრძელდებოდა. ვიდრე უნაყოფო იყო, მისი ტანჯვა გრძელდებოდა. მაგრამ ეკლესიისაგან რის განსხვავდება დღეს? ეკლესია ამ საჩუქრებს იღებს. ეკლესიაში როცა არ არის შობადობა, რა არის შობადობა? ნამდვილი სიხარულს ეკლესია იღებს მაშინ, როდესაც მოდიან ურწმუნოები და იბადებიან ეკლესიაში. იბადებიან. აი ეს არის ნაყოფიერება. მე ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ვიღაცას არაფერი მხედველობაში არ მაქვს, მაგრამ სიხარული არც აყვანილი შვილებით არის. ხო იცით აყვანილი შვილები რა არის? ერთი ეკლესიიდან მეორეში რო გადმოდიან. მე ამერიკაში რამდენჯერმე ვიყავი და სლავიანურ ეკლესიებში ხუცესები ზეიმობდნენ და ამაყობდნენ, რომ ჩვენთან 400 წევრია, ჩვენთან 1200 წევრია და ერთ-ერთს მე შევეკითხე, რამდენი ნათლობა გაქვთ მეთქი, იმიტომ რომ ეს წევრები სულ აქედან საბჭოთა კავშირიდან ჩასულები იყვნენ. დაბადებულები კი არ იყვნენ, აყვანილი შვილები იყვნენ. მაგრამ ეს ის სიხარული არ არის, რომელიც უნდა გქონდეს ეკლესიას. სიხარული მაშინ არის, როდესაც ეკლესიის წიაღიდან იბადებიან. როდესაც სულიწმინდა ანაყოფიერებს ეკლესიას,
და ახალი სულები იბადებიან. აი მაშინ არის სიხარული. და რა არის ნათქვამი? არა მარტო დედამიწაზეა ეს სიხარული, არამედ ზეცაში ერთ მონანიებულზე რაო? ანგელოზები გალობენ. მაგრამ არ არის დაწერილი, რომ ერთი ეკლესიიდან მეორეში გადამსვლელზე ანგელოზები გალობენ. ესეთი რამე არასერია. ერთ მონანიებულზე გალობენ ანგელოზები. მაშინ, როდესაც ეკლესია ბადებს, შობს. მაგრამ საოცარია, რომ დღეს ეკლესია არის თვითკმაყოფილი, რომ ხანასაგან განსხვავებით სხვადასხვა ყველა ეკლესიაში, აი ყველა მეტნაკლებად, ზოგან მეტად, ზოგან ესა. აბა დააკვირდით. ბანაკები, ქალთა წრე, კაცთა წრე, ჭრაკერვის წრე, ბავშვების ბანაკები, კონფერენციები, კონცერტები, ჩემპიონატები ფეხბურთში. რა ვიცი, კიდე რა? ყველაფერი ეს ღონისძიება მიმდინარეობს ეკლესიაში. ეს არის ელკანას საჩუქრები. ამას ეძახიან ელკანას საჩუქრებს. ხანას მიმართ, ეკლესიის მიმართ. გაიხარე ეკლესია, იქნება ჩემპიონატი ფეხბურთში. როგორია? გაიხარე, გაიცინე ეკლესია, იქნება კონფერენცია. იქნება საზაფხულო ბანაკები. მაგრამ ეს ვერ შეავსებს. ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. ეს თუ სხვა რამეა. ეს არის სემიჭკა, ზესუნზირა და პეჩენია. ეს ის სიხარული არ არის, რომელსაც ეკლესია განიცდის ახალ შობილებისაგან. ახალ შობილებისაგან განიცდის. ანას დაჟინებით უნდოდა შვილის გაჩენა. დღეს ეკლესიასაც სჭირდება შვილების გაჩენა. დღევანდელი უბედურების მიზეზი, ჩემო ძვირფასებო, შეიძლება ვინმე თქვას, რომ ალბათ მოუვად, მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე, რომ მიზეზი რა არის ნეტა. ხო, კარგია, გასაგებია, რომ შეიძლება აღვნიშნეთ, რომ არც ამ ეკლესიაში, არც ლოტკინის ეკლესიაში, არც გურჯაანში, არც გორში, არც ბათუმში აღარ არიან. თუ ერთი მოინანიებს, თუ ორს მოუნათლავთ, ეს არის დიდი მიღწევა და დიდება შენ უფალო. ისეთი სიხარული აღარ არის. მე მახსოვს, როდესაც 90-იან წლებში ერთხელ 103 ადამიანი მოუნათლე კახეთში. მარტო მე 103. ფეხები ვეღარ აგრძნობდა, ცივი წყალი იყო, რო ამოვედი, დაბუჟებული მქონდა ფეხები. მეორე წელსაც 80 მოუნათლეთ. მაგრამ დაღლილობას ვინაშივის, ეს იყო ზეცამდე ასული სიხარული. რო უყურებდი ვიცახოდი მაშინ ისინი არ იყო ეს აიფონები და ისინი გადამიღეთ მეთქი სურათი გადამიღეთ რო უყურე 4 წრეზე იყო აესე 100 კაცზე მეტი აესე დაყენებული თეთრ ხალათებში ხალათებიც არა ყოფნიდა და რამის არის გული გახეთქილი ყო სიხარულით რო ვიცახოდი ღმერთო 100 ადამიანი ინათლება ეს რა ბედნიერება ეს რა უშველებელი მადლია შენგან 100 ადამიანი ის არის 3-2 ადამიანი რო ინათლება და არ ვიცით ის მონანიებულია თუ არ არის მონანიებული ნახამ გამოთქვა რომ უნდა მოვინათლო ნათლავთ აი ეს არის დღევანდელი სიტუაცია დღევანდელი ხანა მაგრამ მიზეზი ხშირად არ ვიცი მე მგონი რომ თქვენც აფიქრობთ ამაზე მაგრამ ის ვიცი რომ სახურები ფიქრობენ რა არის ნამდვილი მიზეზი ამის ძნელია ამისი თქმა ნამდვილად და ნამდვილებით ვერ იტყვი რა არის ეს სიტუაციის დროა დროის დროა მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს არის ჩემი და არავის თავზე არ ვახვევ
დღეს სულიწმინდა ვერ არ მოქმედებს ეკლესიაში. იმიტომ რომ როდესაც ვიძახით რომ ნაყოფებზე არა და განსაკუთრებით ახალშობილებზე ვინ აბადებს ახალშობილს, ვინ აძლევს ადამიანს მონანიებას? სულიწმინდა. სულიწმინდა არ მოქმედებს. მაგრამ მე დგება საკითხი რომ რატო აღარ მოქმედობს სულიწმინდა? განა დაკარგა ძალა. რატო აღარ მოქმედობს ისე როგორც ადრე? სამსონი აიღეთ. ხო გახსოვთ? პირველი მდგომარეობა ძლევამოსილი და მეორე მდგომარეობა რომელიც შემმული იყო სახედარივით და ატრიალებდა იმას რაღაცას. წისქვილი იყო თუ წყლის ამოსაღები იყო, ატრიალებდა საწყალს. იგივე სამსონი იყო, მაგრამ ძალა წართმეული ჰქონდა, სულიწმინდა აღარ მოქმედებდა. სულიწმინდა ბადებს ხალხს, სულიწმინდა მოქმედებს, სულიწმინდა ანაყოფიერებს ეკლესიას. რა უნდა იყოს ეს მიზეზი? თუ ეკლესიაში არის ცოდვა, თუ უმეტესი ქრისტიანები ცხოვრობენ ხორციელად ეკლესიაში, აი ნელა ჩამოუთვლი რამოდენიმე მიზეზს. თუ ეკლესიაში არის დაფარული ცოდვა, განსაკუთრებით დაფარული და არიციან, თუ უმეტესი წილი ქრისტიანები ცხოვრობენ ხორციელად. ხორციელად ხო იცით რა არის? რა ვჭამო, რა დავლიო, რა ჩავიცვა. მეორე დღე გათენდება, ცოლი ქმარს ეკითხება, რა ვჭამო, რა ჩავიცვა, რა დავლიო. მესამე დღე გათენდება, ახლა ქმარი ეკითხება ცოლს, რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ, რა დავლიოთ. აი ეს არის ხორციელი ცხოვრება. აი ეს არის ხორციელი ცხოვრება. თუ ეკლესია დაემსგავსა კორინთეს ეკლესიას, როდესაც დაჯგუფებებია, ქიშპობა ეკლესიაში დაპირისპირებებია, თუ ეკლესია არის მატერიალურზე გადასული. მატერიალურზე. მე მგონი ამაში ეჭვი არ ეპარება, რომ დღეს მთავარი მომოძრავებელი ძალა ქვეყნისაც და მათ შორის ბევრი ქრისტიანისაც არის ესა. ფული. რატო არ მოხვედი ძმაო ეკლესიაში? ბევრი შვილები მყავდა სამუშაო, ბაზარზე ვარ. ატამი მიფუჭდება. საქმე ჩამივარდება. ამას წინათ არ ვიცი, მე ვთხარი გურჯაანის ეკლესიაში ვიყავი საქადაგებლად და რომ დავინახე რომ ძალიან ცოტანი იყვნენ და ისა აი სხვა თემა იყო ქადაგებისა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და უთხარი რომ წყალსაც წაუღია და სეტყვასაც თქვენი ვენახები, თქვენი ატმები და თქვენი ისა რომ თქვენი სული გადარჩეს მეთქი. მე ვთხარი ახლა გააღეთ კარები და გამაგდეთ აქედან მეთქი. გააღეთ კარები და გამაგდეთ, მაგრამ რასაც გულში ვფიქრობ, მაინც უნდა გითხრათ მეთქი, წყალს წაუღია თქვენი ვენახები. თქვენი ბიზნესი წაუღიათ წყალს, იმიტომ რომ ამ ბიზნესმა გადაგიყოლათ და არა მარტო თქვენ, მთელი ეკლესია. ამის გამო აღარა მოქმედობს სულიწმინდა. ამის გამო არ არის ნაყოფიერება. ადამიანები მოდიან ღმერთი ჰკეტავს ამ ნაყოფიერებას. რატო ჰკეტავს? იცით რატო ჰკეტავს? ნათქვამია ყვავი ჩხიკვის მამი და შვილიო. ვაი თქვენ ფარისეულებო, ივლით დედამიწის კიდემდე მოაქცევთ ერთს და იმასაც გენის ძეთ აქცევთ. და ეკლესიაში რომ ღმერთმა არ ჩაკეტოს და მოიყვანოს ხალხი ახალი სულები, ისინიც ისეთებივე იქნებიან, როგორც აი ეს უბადრუკი ბიზნესმენები. მატერიალურზე გადაყოლილი ქრისტიანები, ზუსტად ისინი. ადამიანები რომ მოდიან პირველ რიგში ღმერთს კი იღებენ, მაგრამ იცით ვისგან იღებენ მაგალითს? გვერდზე მჯდომებისაგან. და ცხოვრებასაც ზუსტად ისე ეწევიან. კარგიც გადამდებია და
ცუდიც გადამდებია. ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის ეკლესიას, ნუ დაანაღვლიანებთ სული წმინდას, მაგრამ როდესაც აი ესეთი სიტუაციებია ეკლესიაში, რა თქმა უნდა, სული წმინდა ნაღვლიანდება. ეს არის ჩემი აზრით მიზეზი, რატოც დღეს ეკლესიაში შობადობა არ არის, ახალი სულების დაბადება არ არის. მაგრამ საინტერესოა რა გააკეთა ანამ, რას მიმართა, რა ღონისძიებას მიმართა, რა გააკეთა ისეთი, რომ მაინც ეყოლა ისეთი შვილი, რომელმაც მთელი ისრაელი შემოაბრუნა მერე, სამუელი, რა გააკეთა? პირველი, დაინახა თავისი უბედურება. წლები გადის და შვილი არ ჰყავს. დაიწყო გლოვა, დაიწყო სულის დაღვრა, გაურბოდა ქეიფს, გართობას, იდგა საათობითა და სთხოვდა უფალს. ღმერთს ასთხოვდა, ელკანას აღარ ასთხოვდა. ელკანას როთვის რო ეთხოვა, ეს ზედმეტი იყო. გაიგო ანამ რო ქმარს რო ვეუბნები და ვთხოვ, ეს არის ტყუილა დროის ხარჯვა. ერთადერთი ვინც არის, ეს არის ღმერთი და ჩაეჭიდა ღმერთს და საათობით იდგა და ლოცულობდა. ისე ძალიან უნდოდა შვილი, რომ იცით რა შეპირდა ღმერთს წინასწარ? თუ შენ შვილს მომცემ ვაჟიშვილსო, მეო ამ შვილსო უკანვე დაგიბრუნებო. ანამ ვერ წარმოიდგენთ რა გააკეთა. საუკუნეობით დავიწყებული ებრაელების მიერ რჯულის ერთი დიდი ნაწილი შეასრულა. რა იყო ეს? იმიტომ რომ როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ, ღმერთმა რჯულში დაუდო ებრაელებს, რომ პირველ მშობილი რაო, ვისიაო, ჩემი საკუთრებაა, იმიტომ რომ ეგვიპტელებისა რომ მოსპე ამ იერიდან პირველ შობილები ებრაელებმა დაივიწყეს, ანამ გაიხსენა, შეგნებულად თუ შეუგნებლად უთხრა, რომ უკანვე დაგებრუნებ და შეასრულა თავისი დანაპირები. აღადგინა საუკუნეებით დაკარგული რჯული. უფალმა დაინახა მისი ტკივილი და სურვილი, ის რომ ხანას ეგოისტური გრძნობა კი არ ამოძრავებდა. არა. ეგოისტური გრძნობა, ოღონდ მე ვიგრძნო კარგად, ოღონდ მე ძუძუ მოვაწოვო, ოღონდ ხელში დავიჭირო, ეს ეგოისტური გრძნობა არ იყო. ოღონდ სირცხვილი მომეხსნას. ოღონდ ჩათვალონ, რომ ისრაელში სირცხვილი არ არის. ამიტომ შეისმინა და დაამშვიდა. ვიდრე დღეს ეკლესია არ იგრძნობს არსებულ მდგომარეობას და არ გაითავისებს, არა მარტო მსახურების, სულ ყველა. ვიდრე გულის ტკივილი არ დაგემართებათ, სიტუაცია არ შეიძლება. არ შეიძლება. აი, რიტორიკული კითხვას დაგისვავთ ერთს. ხელს ნუ ასწევთ, მაგრამ ისე გაიფიქრეთ გულში, რასაც ახლა გეტყვით, ძალიან სერიოზულია. ვინმე სულს აღვრით ლოცვის დროს, სულის დაღვრა ხო იცით რა არის? გოდება, ტკივილი, ტირილი, ხმის აწევა, ხმის დაწევა, როდესაც ღმერთს ესაუბრები, როდესაც როგორც იაკობი ებრძოდა, როდესაც ღმერთს ეუბნები, რომ რატოა ეკლესია ამ მდგომარეობაში ღმერთო, რატოა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მსახურები უნდა აკეთებდნენ ამას, რატოა ამ სირცხვილში, რატო არ მოდიან, რატო არ ინანიებენ, რატო არ არის სავსე ეკლესია, რატო არ მოდიან კვირა დღისით შენი შვილები? ვინმეს სტკივა ეს და ვინმე სერიოზულად განიცდის, თუ ვინმე მოვა კვირა დღისით, მოისმენს ქადაგებას, მერე უი, რა კარგი იყო, ეხლა წავალ და დავისვენებ.
ეს არ არის მსახურება. ეს არ არის ეკლესიის პოზიცია. ეს არ არის ქრისტიანების პოზიცია. ეს არ არის ანას პოზიცია. ეკლესია ვერასოდეს ვერ მიიღებს პასუხს. თუ ვინმე არ გამოჩნდა. თუ ვინმე თავზე ხელაღლებული არ გამოჩნდა. თუ ვინმე არანორმალური არ გამოჩნდა. რა არის არანორმალური? დღეს რასაც ვხედავთ, ყველაფერი ნორმალურია. მაგრამ ისინი ვინც ამას აკეთებენ, ისინი არანორმალურები არიან. ვინც ვინმე ღამით დგება, ვინმეს ძილი გაფრთხობია ღამე, წამომდგარ ხართ და გილოციათ, ვინმეს გითქვიათ, რომ ვიმარხულებ, 2 დღე, 3 დღე ვიმარხულებ, გავაგრძელებ მარხვასა და ლოცვას და ზეცას დაუკაკუნებ, ვიდრე არ შეიცვლება სიტუაცია. არა. დღეს ფენინასავით ყველა კმაყოფილია. ელკანასავით კმაყოფილია ყველა. ეკლესიაში უმეტესი. ოღონდ მე არაფერი არ შემეხოს და ოღონდ ჩემ შვილებს არაფერი არ შეეხოთ და ოღონდ მე ყოველდღიური საზრდო და საბადებელი მქონდეს და ოღონდ ჯანმრთელები იყვნენ ჩემი შვილები და ოღონდ ახლა გამოცდას აბარებენ და მეეწყნენ ინსტიტუტში და სულ ყველა ამაზე. აბა გაამახვილეთ ყურადღება, ლოცვები რაზეა ხოლმე. ვინმე აღარ მინდა რომ გავაგრძელო. ეს მდგომარეობა გაგრძელდება, ვიდრე რამოდენიმე არანორმალური ადამიანი არ გამოჩნდება ეკლესიაში. ამას როცა ვიძახი, მართლა ვიძახი. როცა წუხელ რო ვიძახოდი, რომ უნდა წავიდე ამ ეკლესიაში და ის უყო ვიძახოდი აი ნეტა რა არის საჭირო, რომელი თემა ამეთქი საჭირო და რო შევეხე და რო ეს მომზადებული იმას რო წავიკითხე არა და რომ მივედი ამ მდგომარეობამდე აბანოში შევედი და ცრემლები მოვიწმინდე. რომ ჩემ მეუღლეს არ დაენახა. იმიტომ რომ შემეხო. იმიტომ რომ დღეს ეკლესია გაუბედურებულ მდგომარეობაშია. აუარება ეკლესია. და ყველა კმაყოფილია, ხალხო. ყველა კმაყოფილია. ამას რა ქვია, იცით? ამას აქვია სულიერი სიბრმავე. სულიერი სიბრმავე, როცა ქრისტიანები ვერ ახედავენ. როცა ქრისტიანები აი 15-ია ჯანდაბას აი ოღონდ ესეთ შევინარჩუნოთ. ეს არის სულიერი სიბრმავე. არ ვიცი რა გამოსავალია. მაგრამ რაღაცა უნდა შეიცვალოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი მიიყვანს ეკლესიას და დასწევს უბედურებას, მოუტანს, ან განსაცდელს მოულენს ისეც, რომ ეკლესიამ გამოიღვიძოს. იმიტომ რომ მე აღარ მინდა რომ ვიფიქრო და ვისაუბრო ამ ღდელზე და მის შვილებზე, რა მდგომარეობაში იყვნენ ელი ღდელი და მისი შვილები. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ რაკიღა ანას ცხოვრება შეცვალა, ეს იმიტომ წერია ბიბლიაში, ღიად იმიტომ წერია, რომ არ იგივე შესაძლებლობა სხვა საუკუნეებში. ღმერთს შეუძლია შემოაბრუნოს სიტუაცია, იმედგაცრუება აქციოს სიხარულით. ის ღმერთი მზად არის უპასუხოს აი ამ სულის დამღორელ ლოცვებს, სერიოზულ ხალხს, თუ არანორმალურ ხალხს, როგორც გინდა ისე გაიგეთ. დღეს ეკლესიას ჰკლავს მექანიკური მსახურება. ხო იცით მექანიკური მსახურება რა არის? მოვედი, წავედი, მოვედი, წავედი, ვიქადაგე, წავედი, მოვედი, წავედი. ეს არის მექანიკური მსახურება.
საინტერესო ის არის, მე ერთი რამე მახსენდება, როდესაც ღმერთი განუდგა ებრაელთა ერს უდაბნოში 38 წელწადი იბოდიალეს და იხეტიალეს ერთი მთის გარშემო. ეს იყო თუ არ ვცდები სეყირას მთა, სადაც ესავის შთამომავლები ცხოვრობდნენ. ღმერთი უკვე აღარ ამოძრავებდა, ღმერთის სული უკვე აღარ იყო ისრაელთა ერში და ხალხო 38 წელიწადი, განა დიდი იყო ეს მთა. დაახლოებით 28 კილომეტრი იყო სიგრძე და 7 თუ 10 კილომეტრი იყო სიგანე. 38 წელიწადი ებრაელთა ერი დადიოდა ამ მთის გარშემო. არ ვიცი, რამდენი 1000 კრუგი წრე გააკეთეს. არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. კმაყოფილი იყვნენ იმით, რომ ომი არ იყო, უსაფრთხოდ იყვნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და დადიოდნენ ამ მთის გარშემო. ბოლოს მე ღმერთმა უთხრა, რომ დაინახა და ღმერთმა და მოსწყინდა და უთხრა, გეყოფათ ამ მთის გარშემო სიარული, გაუხვიეთ მარჯვნივ ახლა იორდანისაკენ. რაღაცას გააკეთებს ღმერთი, რომ აი ამ ბოდიალის გარშემო აი მექანიკური მსახურებიდან გამოიყვანოს ეკლესია. ყოველ შემთხვევისთვის არ მინდა ისე წავიდი ამ ქვეყნიდან, რომ არ ავნახო ეს ცვლილება ეკლესიაში. მაგრამ ეკლესიაში გეტყვით, რომ თუ გინდათ რომ მოხდეს ცვლილება, დაღვარეთ სული. იტირეთ, იგლოვეთ, ივაგლახეთ. იმარხულეთ და გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. უფალმა დაგლოცოთ და გაყორთოთ. ამინ. ხო, თუ ისმესა გაქვთ სურვილი ლოცვისა, ილოცეთ. ღმერთო მაღალო, ღმერთო ძლიერო, მაცხოვრო იესო ქრისტეო, ჩვენო მხსნელო, ჩვენო იმედო, ვაცხადებთ შენს ძლევამოსილებას, ვაცხადებთ შენს დიდებულებას, შენ ახარ ღმერთი, რომელიც იყავი იმ დროს, უძველეს დროს ებრაელებთან, ისრაელთან, რომელსაც მართავდი, რომელსაც ასწავლიდი, რომელსაც ჯიდი, რომელსაც ყურით დაკავდა, შენ ისევ ღმერთი ხარ უფალო. ისევ მეორდება ის სიტუაცია, როდესაც შენი შვილები სხვა რამეზე არიან გადაგებულები. ამიტომ ჩაგვავლე ხელი სულ ყველას. გვასწავლე, გააღვიძე ჩვენი სული უფალო. მოგვეცი სურვილი იმისი, რომ მოგმართოთ შენ, ვილოცოთ სული დავღვაროთ, ვიგლოვოთ, ვიმარხულოთ იმის გამო, რომ შენი ეკლესია გამოასწორო და შენი ეკლესია შემოაბრუნო. შენ ეკლესიაში მოხდეს გამოღვიძება, რათა შენი ეკლესია განაყოფიერდეს, რომ მრავალი დაბადოს, მრავალი შობოს, მრავალი შვილი აიყვანოს ხელში და სიხარულით აივსოს. ეს არის ჩვენი სათხოვარი. დიდება შენ წმინდა სახელს.